რომ მოკლედ სალომე რომ მიდიოდა ამერიკაში ეს ტელევიზიები დებდნენ ეგრეთ წოდებული ეს სამი ტელევიზია ეგრეთ წოდებული ლიბერასტული ტელევიზიები დებდნენ რომ სალომე ზურაბიშვილი თვითმფრინავშია სალომე ზურაბიშვილი ჩაფრინდა სალომე ზურაბიშვილი დაბინავდა და ასე შემდეგ და მსგავს რაღაც კონკრეტულ ესე ვთქვათ საზოგადოებას აჯერებდნენ რომ აი ხა სალომე ზურაბიშვილი თუ ინაგურაციაზე აღმოჩნდებოდა იქ უკვე ყველაფერი დამთავრდებოდა მაგრამ ნუ არ ვიცი ახლა სალომე ზურაბიშვილი კი ბატონო ჩავიდა ტრამპის ინაგურაციაზე დაესწრო მაგრამ აბა ამით რა დამთავრდა ან რა დაიწყო საერთოდ იმიტომ ვიძახი რომ ეს ტელევიზიები აცხოვრებენ ხალხს ძალიან დიდ ყურილში და ეს უნდა დამთავრდეს თუ ამ ტელევიზიების არსებობა არ დამთავრდა დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომაში შეიყვანენ საქართველოს დაზვერვის და სირცხვილია როდემდე უნდა ვიყოთ აი ესე რაღაც გამოგონილი საქართველოში როდემდე უნდა ვიცხოვროთ თორე როგორ შეიძლება ამ ქალბატონთან დღესდღეობით რამე პოლიტიკური რაღაც ქულები ან აქცენტები ან დივიდენდები მოიპოვო ხო არ წარმოუდგენელია თუნდაც მათმა სალომეს ლობისტებმაც იციან რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკა აღარ არსებობს იმიტომ რომ ნუ მაქსიმალური ამოწურა ამ ქალმა თავის იმ სტატუსით რა სტატუსიც ჰქონდა მაქსიმალურს მიაღწია რომ გამოაყენებინა თავი მამანს და მამანს ქვეყნის მამანს და მამანს თორე ეხლა დღესდღეობით არანაირი ბერკეტი და რესურსი აღარ აქვს არც ადამიანური რესურსი არც ფინანსური რესურსი არც პოლიტიკური რესურსი ამ ქალბატონს არ გააჩნია იმიტომ რომ ვიციან რომ მათი მისი რეიტინგი აბსოლუტურად 0 ისტორია და რაც არ უნდა იძახოს ქალბატონე სალომე რომ აი პრეზიდენტი ვარ რომ რეალურად არავის აღარ ჯერა რომ ეს ქალბატონი პრეზიდენტია და რა თქმა უნდა არც არის პრეზიდენტი და აი პრეზიდენტი იცი ვინ არის პრეზიდენტი არის სწორედაც რომ მიხეილ ყაველაშვილი რომელმაც ბატონ ნიკოლოს 700-მდე პატიმარი შეიწყალა და ეს იყო აი ძალიან მაგარი კონკრეტული მოქმედება და ეს სალომე ზურაბიშვილო 2-3 ადამიანს იწყალებდა ხოლმე აი ეს ვენაცვალე მე ყაველაშვილს რომ აი ეს ქმედება განახორციელა და ესეთი სითამამე უნდა ეგ თან ეკუთვნოდა ის შეიწყალა თავისთავად ვინსაც ეკუთვნოდა და ის შეიწყალა მაგრამ შანს რო გაძლევ შენი სახელმწიფო და რო გზნობ რო შენი სახელმწიფო გვერდში გიდგას ეს არის მნიშვნელოვანი და სწორედად რომ ვენაცვალე ყაველაშვილს და აი ეს არის ეროვნული კონკრეტული ქმედებები რომ ცდილობს ადამიანი რომ თავისი პოზიციიდან თავისი უფლება მოსილებიდან რომ კონკრეტული ქმედებები განახორციელოს და არა ისე რომ მაგალითად ქვეყანას ძირი მოუთხარ რაც სალომე აკეთებდა ამ ხელა რესურსი ქონდა და 2-3 პატიმარს იწყალებდა ხოლმე და დატანჯულები ვიყავით ხოლმე ადვოკატები რომ აზრი არ ქონდა რომ მიემართა მართლაც ისეთ ადამიანებს რომ მოიხადა საჯელი რაღაცა უნდა პატარა ხელის ბიძგი უნდა და საერთოდ არ იწყალებდა ხოლმე აი ეს ვენაცვალე აი ესე უნდა გააგრძელოს და ესე უნდა იყოს ნამდვილად პრეზიდენტი რომ ხალხის გვერდში უნდა იყოს ეს არის ხალხის სამსახური არა თუ ისე რომ გამოხვიდე იპოზიურო რაღაც რუსთაველზე დადგე ტაში დააკვრევინო აი ამ ხალხს და სხვა არაფერი არ გააკეთო და არაფერი არ გაუკეთო რეალურად იმისა რომ გაბოროტებული დადიოდა ხან ვაშინგტონში ხან ბრიუსელში და იძახდა რომ ეს რა ქვია ხელისუფლება უბსკულუსკენ მივყავართ და რეალურად უბსკულუსკენ კი არ მივყავართ ჩვენ დავინახეთ რომ ამ ხელისუფლებას მართლაც და ისეთ ადგილას წაგვიყვანა რაც არის რომ მართლაც დამოუკიდებლობა და ღირსეულად გვაქვს